დავიგოთ კვირის არკანი, რას მოგვიტანს ეს კვირა, რა ენერგიებში ვიქნებით და რა უნდა გავითვალისწინოთ. თუ რამე გაწუხებთ შინაგანად, თუ რაღაც სიახლე გინდათ, რაც გაწუხებთ, რაც ტოქსიკური და საზიანოა თქვენთვის, უყურეთ ამ სანთლისალს და გაატანეთ ყოველივე ის, რაც თქვენ გტკენთ და დატოვეთ წარსულში. გაატანეთ ამ წინა წელს და უფრო მეტად გაძლიერებული შედით ამ წელიწადში. ახლა კი ვნახოთ კვირის არკანი რას გვიქადის. კვირის არკანს რაც შეეხება, იქნება საკმაოდ ისეთი პერიოდი, როდესაც ზუსტად მოუწევთ ადამიანებს შეხედონ თავიანთ შიშებს, თავიანთ კომპლექსებს, გადააფასონ ის თუ რა სურვილები აქვთ, რისთვის იბრძვიან. ანუ ამ კვირაში მოგიწევთ მუშაობა და საკუთარი თავის დამტკიცება, თვითრწმენის მომატება, იქნება ეს სამსახური, იქნება ეს სწავლის სფერო, თუნდაც გამოცდის ჩაბარება და საკუთარი ცოდნის დამტკიცება, თქვენი ადგილის გამყარება და დაცვა მოგიწევთ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ანუ თქვენ თავადვე საკუთარ თავს უნდა მისცეთ იმის საშუალება, რათა მოიკრიბოთ ძალა, შინაგანი რესურსი და იბრძოლოთ. იბრძოლოთ ნათელი მომავლისთვის, ებრძოლოთ შინაგან დემონებს, ნუ შეგაშინებთ ბნელი, ყველა ადამიანში არის ნათელი და ბნელი მხარე, როდესაც დაუზავდება ადამიანი საკუთარ ბნელ მხარეს და მიიღებს და შეისწავლის, სწორედ მაშინ მოხდება ადამიანის განთავისუფლება მიჯაჭვულობისგან. სწორედ ეს არის ერთ-ერთი სახეობა შინაგანი თავისუფლების. აი ამ სირთულეების გადალახვით და სწორედ როგორც ამ ვიდეოს დასაწყისში აღვნიშნე, ყოველივე ის, რაც თქვენ გაზიანებთ, ეგ უნდა მოიშოროთ. იქნება ეს არც ისე თქვენთვის სასარგებლო სურვილები, თუნდაც ქმედება, თუნდაც სამსახური, ჰობი, გარკვეული სახის სფერო, ან არც ისე კარგი ჯანმრთელობისთვის ჩვევა. ანუ გარკვეული სახის პროგრამები გაქვთ მოსახსნელი, ბლოკები, ასევე გირჩევთ წმენდასაც და პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ საკმაოდ დინამიური კვირა იქნება, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, იყავით ძლიერები, გქონდეთ თვითრწმენა, თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ანუ ყოველთვის ბნელ ღამეს მოყვება განთიადი და სინათლე.